sounds. გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ გიორგი, ეს არის გამარჯობა და მე დღეს რა ვიცი, ვერ გადამეწყვიტა რაზე გადამეყო ვიდეო, ამიტომაც გადავწყვიტე რომ განახოთ ჩემი Steam-ის თამაშები. ეს არაფერი, ეს ერთი დღით მათხოვა Steam-მა, არც გადმომიწერია. Tribal-Skins საკმაოდ კარგი თამაშია. იშვიათად თამაშობ. Tom Clancy's Ghost Recon is free ორივე, ანუ უფასოა. Team Fortress ესეც უფასო, კარგი თამაში. Rusty რომელიც ყველაზე ძვირი დამიჯდა. მაგრამ არ ვთამაშობ. მაგ gameplay გადაღებული, მაგრამ ის კრაკენი ვერსია და ორიგინალი არის ეს და mouse გადმოწერილი აი აქ. ხო? კიდევ Just Cause 2 multiplayer mode და Just Cause 2 ეს ნაყიდი მაქვს. This edition screamy push ანუ ეს ნაყიდი არ მაქვს, ვერ ვიყიდე. მინდა და Castle Miners ეს ნაყიდი მაქვს. და ზოგადად ახლა გავარკვევთ რა არის Steam. კარგით. შევდივართ story-ში და აქ არის თამაშები, Resident Evil-ზე მქონდა გადმართული. აქ არის დღეს რაღაც დიდი ფაზაკლება არ ძალიან 80%-იანი. ანუ Resident Evil, Devil May Cry, Dead Racing, Resident Evil 6, ხო, Resident Evil 4. აი ამ თამაშს კიდევ მინდოდა, მაგრამ ფული არ მეყო, როგორც ხედავთ. ცუდია. ხო, კიდევ რა. ესეც კარგი თამაშია. მაქვს თამაშები. მე გადავწყვიტე რომ დავიწყო აუცილებლად Max Payne-ის Let's Play და დავხურო Max Payne-ი, იმიტომ რომ გადმოწერე ახლა. სულ მინდოდა მისი დახურვა, მაგრამ არ მქონდა დახურული რაღაცათომ და რა ვიცი. თუ იმის ეჭვგებარებათ რომ ეს ჩემი აკაუნტია და ანუ ჩემი აკაუნტი თუ არ რატომ არ აწერია გამერცურდ, იმიტომ რომ ეს აკაუნტი გავაკეთე მანამდე, სანამ გამერცურდი channel-ს გავაკეთებდი და ეს არის Giusha772, ვინც იცის რომ ეს არის ჩემი nickname-ი და ეს ჩემი მეილია. და რა ვიცი მეგობრებო, კიდევ გაგაცნობთ ჩემ თამაშებს. ანუ ეს არის Rusty, ეს არის Total War Rome Attila, ეს არის Max Payne, Blender-ი, რომელთაც ჩემი ახალი ინტრო გავაკეთე, ძალიან მაგარი გამოვიდა. FTB Launcher-ი, კიდევ ასევე Warface-ი, Tribal-Skins, Steam-ი, Hitman Absolution, GTA 4-5-ის მოძე, იმიტომ რომ 5 არ წაიღო, იმიტომ რომ ჩემი კომპიუტერის სისტემური მოთხოვნებები არის ძალიან ფარჩაკი და 32 ბიტის გარდა ისე ვერ ვუშვებ. Tom Clancy's Ghost Recon, Fraps-ი, რომელთაც ვიღებ ვიდეოებს ხშირად, ეს Minecraft-ი 1.5.2 ვერსია, ძალიან მიყვარს. Camtasia გადამღები, რომელთაც ახლა ვიღებ და ძალიან მაგარი გადამღებია. Camtasia Studio, მომს უნდა ცვალე, ეს რომ ყავდეს ვიდეოებს ვერ დავამონტაჟებ და Car Machine ვერ გავიგე რა თამაშია. არა, ვიცი რა თამაშიც არის, მაგრამ ვერ გავიგე. Unity და ეს Logo Maker რაღაც ისვლელე, არ ხმარობ ამას და ესეც არ ვიცი ზუსტად რა პროგრამა. აქ ჩემი ხარახურა. არა უშავს. კარგით, კიდევ რა შეიძლება რომ ვნახოთ. ხო, Blender-ი. Blender-ი გავხსნათ და ვნახოთ რა ხდება Blender-ში. ეს ჩვენი Blender-ი. არა, ორი გახსნა, არა, ერთი გახსნა. აი ასე იწყება საერთოდ. აი აქ რაღაც მონტაჟებს გააკეთებთ პატარ-პატარებს. მოკლედ მეგობრებო, მე აქ გავაკეთებ ჩემს ინტროს და დავბრუნდები ახლავე. და დავბრუნდი მეგობრებო. როგორც ხედავთ, აი ასეთი ინტრო გავაკეთე და ჩემიც და ეს არის your name და ჯერთ tabs. ვაჭერთ tabs და აქ წავშლით და დავწერთ. აქ დავწერთ камерს. აი ჩვენ tab ისევ და გავიჩამოთ tab, წავშლით და world. всё. ეს ასე. და play. ასეთია ინტრო. ესეც გაჩვენეთ. კიდევ რა. ხო, კიდევ. მე აქვს Camtasia ლიცენზირებული ვერსია.
და მე ვარ ამ შემთხვევაში ჰაკერი, იმიტომ რომ დავხაკე ეს ვერსია და მე გაჩვენებთ, ანუ კოდს, რომელიც უნდა ჩაწეროთ K-ში და აუცილებლად დაგჭირდებათ ვინც აპროგრამას ხმარობთ. text1 ეს ხარახურა არ ავშევს და ეს არის კოდი. კოდს აუცილებლად დავწერ. აი როგორც ხედავთ, ჩემი კამპასიო გონი ჩაერთვება ლიცენზირებულიც, იმიტომ რომ ზოგჯერ რაღაც პრობლემები ექნება ხოლმე რო არის პირატი. ანუ პირატული ვერსია რო არის. დაიდი ახლა. ერთვება. ეს ბოლო ვერსია 8.5.1. ჩემი Max Payne რომელზეც აუცილებლად გადავიღე ვიდეოს, ესეც Rust-ი. ეს Total War Rome ატილა წეხან გამოვწერდა არ ჩაერთო. საზღარი დამბალდა. ეს არაფერი. ოი ხო, ჩემი კომპიუტერის მონაცემებს გაჩვენებთ. ახლავე გაგისხდებათ გული მეგობრებო. ჩემი არ ტანჯული გეიმერი არ არსებობს. აი ეს არის ჩემი კომპიუტერის მონაცემები. დებილი კომპიუტერი არ ავშევს. Pentium ორიგინალი dual core-აი. აი, როგორც ხედავთ, არ ჩაერთო ისე როგორც მე მინდოდა. ამიტომ K უნდა ჩავწერო. ცა შენ ნამას ჩავთავ, ჯერ გაგარკვევთ. Windows 7 Home Premium-ი რაღაც სიკობები არ ამოწ. ეს 4 და 4 Windows ეს არ ვიცი რა არის. Premium Pentium ორიგინალი dual core-აი CPU ეს E5700 3 GHz-ი. კაი. მაინც ჩაერთო. კარგია. ანუ, ნახლა 2 GB RAM-ი შტერობა. ნერვოს მიშლის. კიდევ 32 ბიტიანი სისტემა, რაც მართალია ნერვოს მიშლის, იმიტომ რომ ყველა თამაშს ვერ უშვებ. ამიტომაც ცუდია. და მოკლედ ეს არის სულ და 512 ვიდეო კარტა მაქვს კიდე. ვინც არიცით. ანუ ყველაზე ბანძი კომპიუტერი რაც არსებობს მსოფლიოში. ხო. იდე ფრაპსი. ჩემი ფრაპსი, ლიცენზირებული ფრაპსი. ბევრს აინტერესებდა რითი ვიღებდი ვიდეოს და ანუ გადავიღე ვიდეო, რითიც ვიღებდი და დავდეკიდევაც და ლინკიც არის იქ, აი ლიცენზირებული. საუსტევია ეს ვინ არის, არ ვიცი, იმიტომ რომ დახაკული მაქვს ესეც. ამ მოვიე ესეც. თუ ვინმეს გინდა დაალაგეთ ესეც. აი ასე უნდა ელაგოს რა. და რა ვიცი მეგობრებო, სულ ეს იყო მგონი. მადლობთ რომ უყურებთ ჩემ არხს და რა ვიცი, გამოწერეთ არხი. და მადლობა რომ ამიყვანეთ 45 subscribe-ზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი წარმატებაა ჩემთვის. მადლობთ, ნახვამდის.